კონსპირაციული შეთქმულებების ეპოქა დასრულდა. ის, რაც ადრე ყოვლად დაუჯერებელი იყო, ერთ დღეში სრული სიმართლე აღმოჩნდა. თურმე მთელი დასავლური ელიტა, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მეცნიერები, კინოს და ესტრადის ვარსკვლავები, სატანიზმის, პედოფილიისა და სექსუალური ტრეფიკინგის ჭაობში ყოფილან ჩამრჩავნი. ეპშტეინის ფაილებმა დასავლური პოლიტიკის წესრიგის და მისი მართვის დღემდე არსებული სტანდარტი დაასრულა. ახლა ყველას აწუხებს კითხვა: რა იქნება ის ახალი, რომელიც ჩაანაცვლებს ძველს? რატომ უმალავდნენ მსოფლიოს ეპშტეინის კუნძულის სიმართლეს 18 წელი? ვის დანაშაულს გვიმალავენ დღეს, ფაილებში შავად გაფერადებული აბზაცებით? რატომ ასაჯაროებენ პედოფილიის მსხვერპლთა სახელებს და რატომ არ სჯიან დამნაშავეებს? რა მოხდება თუ ყველაფერი, რაც დაფარულია, გამჟღავნდება? საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი, ხუთშაბათს, საღამოს 10 საათზე, ლიბერალიზმის ანატომიაში.